ლავარ უძველეს კოლხურ მეტალურგიულ ცენტრში. აი ეხა გეტყვით, ეს არის წიდა, აქ არის ღუმელები, ორი ღუმელია, ოღონდ დაკონსერვებული. აი ეს ნახეთ და ეხა გაგაცნობთ ბატონ ნიაზ ბოლქვაძეს, პროფესორს, ფილოსოფოს და თვითონ უკეთესად აგეხსნით რატო ვართ აქ, რას ვაკეთებთ და რა არის აქ. აი ბატონო ნიაზ. დიდი მადლობა ბატონო კახარო და ინტერესით გამოიხმაურეთ ალბათ იმ ვიდეოს, რომელიც იყო რამდენიმე დღის წინ ჩაწერილი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩაქვში, ჩაისუბანში, სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე. ეს არის უძველესი კოლხური რკინისადნობი, ქურა სახელოსნოები აქ. ქურა სახელოსნო წარმოდგენილია აქ და ასევე სხვაგან მოქმედი სახელოსნოები, ორი ქურითაა წარმოდგენილი. ქურები ახლა არის დაკონსერვებული, დაკონსერვებული არის, რადგანაც არ არის ჯერ გადახურვა და ესე იგი უკეთ დაცული არის ასე. ეს ხეობა, აი თქვენთვის საინტერესო ის მინდა გითხრათ, რომ ეს არის თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-11-მე-7 საუკუნით თარიღდება. ანუ თან ვაჩვენებ თქვენი ლაპარაკეთ ესეთი ლამაზი ხეობა. ეს არის გვიან ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანა და აი სახელოსნო სწორედ იდგა იმ უძველესი ცივილიზაციის სათავეებთან, უძველესი მეტალურგიის სათავეებთან, როდესაც დედამიწაზე პირველად აი ძველ კოლხეთში ხალიბების მიერ რკინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ აი ერთ-ერთ სახელოსნოს ტერიტორიაზე ჩვენ ვდგავართ. და აი ეს წიდა, რომელიც მე ხელში მიკავია, რკინის წარმოებისგან მიღებული ნარჩენები არის, ესაა წიდები, მაგნეტიტური ქვიშისგან მზადდებოდა რკინა და აი თქვენ და თან აი რამდენი არის საინფორმაციო დაფა ეს ჩვენ რამდენიმე დღის წინ, როდესაც იყო აქ ვიდეო გადაღებული, ისე იყო ზოგი ბევრი მნახველის მიერ ვერ იქნა სწორად გაგებული. ეს არ არის უპატრონოდ, ხედავთ რომ არის დაცული და ესე იგი შემოსაზღვრული არის თანდათან ღებულობს მუზეუმის სახეს და თანდათან უფრო სათანადო სახეს მიიღებს. მაგრამ ჩვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენი შესაძლებლობებით ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა თანადგომით როგორც შეგვიძლია თანდათან ვაკეთებთ. კი ბატონო და თქვენც ახან ჩემთან ახსენეთ რომ მოსახლეობის ძალიან დიდი გვერდში დგომა იყო და ერთი-ორი სიტყვით ეგეც რო გითხრათ. დიახ, მე მინდა პირველ რიგში გითხრათ რომ ეს თავის დროზე ძველი 1000 წლების დასაწყისში, როდესაც აქ იყო რკინის სადნობის სახელოსნო მოქმედებდა, ეს იყო საიდუმლო დახურული ხეობა იყო. ანუ ჩვენს უძველეს წინაპრებს, როგორც რკინა, როგორც სტრატეგიული დანიშნულების იყო გასაიდუმლოებული. ეს იყო დახურული საიდუმლო ხეობა. და ესე იგი, აი ასეთი საინტერესო სიახლე მოხდა აღმოჩენა. მე 2000 მე სპეციალობით გახლავართ ფილოსოფოსი, სხვა დარგის სპეციალისტი გახლავართ და მაგრამ მე დავინტერესდი ამ თემით, მხოლოდ ჩვენი აი რომ არ დაიკარგოს ეს უძველესი და ძალიან უნიკალური ქართული კულტურის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები რო არ დაიკარგოს. მხოლოდ ამან განაპირობა რომ მე დავინტერესდი. 2016 წლიდან დავინტერესდი ამით. აქ უკვე ეს ძეგლი აღმოჩენილი არის 1999 წელს. აღმოჩენის შემდეგ ეს როდესაც მე დავინტერესდი, აქ უკვე ძნელი იყო მისი პოვნა, დაკარგული იყო თითქმის შეიძლება ითქვას და თავიდან მოხდა მისი გათხრა, თავიდან მოხდა აღმოჩენა და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ძეგლები იქნას გადარჩენილი და არ დაიკარგოს. ამ თემით ეს ხედავთ თქვენ, რომ ეს ტერიტორია 3000 კვადრატული მეტრი, ესე იგი დაკავებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და ადგილობრივი მართალია სახელმწიფოს მიწა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობისთვის სარგებლობდა ამ ტერიტორიით, ამ მიწით. ამიტომ მე მოსახლეობას აუხსენი თუ რა უნიკალურ ძეგლთან გვაქვს საქმე და მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყოველი მათგანს, რომ ძალიან გაგებით მოეკიდენ ამ საკითხს და თქვენს რომ ესე იგი საქართველოსთვის აი ასეთი კულტურული მემკვიდრეობისთვის რა თქმა უნდა და მათ უსიტყვოდ დათმეს ეს ტერიტორია მუზეუმისთვის. ეხა მე ქვემოთ ჩავალ და გაჩვენებთ შემოსასვლელი როგორ არის გაკეთებული. ინტერესდი რომ ასეთი უნიკალური მემკვიდრეობა გვაქვს, ასეთი ძალიან საინტერესო და საამაყო ისტორია და ამას გაფრთხილება ჭირდება და ამას გადარჩენა ჭირდება, რომ ხალიბების მემკვიდრეობას ჭირდება გადარჩენა. ამიტომ ხალიბები იყვნენ ნამდვილი ძველი კოლხები, ჩვენი უძველესი წინაპრები და ესე იგი ამიტომ მუზეუმს ფიქრობთ რომ უწოდოთ ძველი კოლხური რკინისადნობის სახელოსნო კოლხი ხალიბები. აი ასეთი. დიდი მადლობა. მე მინდა ბატონო ნიაზ გთხოვოთ რომ მეც მინდა მონაწილეობა მივიღო, რისი შესაძლებლობაც მექნება და
ესეთი ძალიან დიდი საქმე საკეთებთ, ძალიან დიდი საქმეა და მე გამიხარდა პირველ რიგში რომ გავიგე, ეგრევე დაგიკავშირდით რომ მიმეღო მონაწილეობა. დიდი მადლობა. რა ვიცი აბა, ესეთ საქმეს დაფასება და გვერდში დგომა ჭირდება მე SMS-ის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო კახა ყურადღებისთვის და ჩვენ საქველმოქმედო ფონდი ვაკეთებთ, საინიციატივო ჯგუფი არის მეგობრების, რომელიც მხარში გვიდგას და ვაკეთებთ როგორც შეგვიძლია და ხუმრობით ვამბობთ ხშირად თუ ასე გავაგრძელებთ შეიძლება მომავალში ჩვენს ღირსეული წინაპრები გვეწოდოს. და ამიტომ მოიწონეთ გვერდი, ვიდეო მოიწონეთ, გააზიარეთ, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს და ბევრმა გაიგოს, რომ რა ქვია, ვიღაცებს სხვა ერებს კი არ ეკუთვნის ხალიბის კინახს, ჩვენ გვეკუთვნის კოლხებს, ქართველებს, ჩვენია და ამიტომ რა ვიცი, ამას გაფრთხილება უნდა პირველ რიგში, ხო? ჩვენ უნდა დავაფასოთ სხვა რას დაგვიფასებს, რა ვიცი, ბატონო ნეს. დიდი მადლობა.